მოგესალმებით. დავბრუნდი მე პაუზის შემდეგ და შემოგთავაზებთ დღევანდელ პარტიას, რომელიც აი სულ რამდენიმე წუთით წინ ვითამაშე და დავწყვიტე უცებ ჩამეწერა ვიდეო. პირდაპირ გადავიდეთ საქმეზე. ხვდები მოჭადრაკეს, რომლის სახელს არ აღნიშნულობა, იმიტომ რომ არ უწერია სახელი. ლიჩესი არის პარტია და თამაშობდით 10 წუთიანებს. დაიწყო D4, მივედი ხედარ F6, C4, E6, ხედარი C3, Q4. ეს ვარიანტი არ ვიცი, მაგრამ მინდოდა ეს მეთამაშა ამ მომენტში რა. მივედი D5, მოკალი, ჯერჯერობით შეულებრივი პოზიცია, არაფერი განსაკუთრებული, როქი. მოვიდე E3-ს, მოვიდა C5-ს. იგი არ უბრალოდ მოვედი C5-ს. აქ მინდა რომ C5 გავატარო, C5 აუცილებლად უნდა გავატარო. სამეფე ცენტრში ყავს, ეგრევე რავი მოვასწრო რა, თან მით უმეტეს აშკარაა რომ მაინც და მაინც მაღალი დონის მოჭადრაკე არ უნდა იყოს ეს. მივდივარ C5-ს, კლავს D-ს. აქ გადავწყვიტე რომ Q5 არ უნდა მეხო, არ იქნება სწორი. რაღაც ხომ უნდა მეთამაშო და მივედი A6, რაც მოსწონს კომპიუტერს. Q-მოკლა F6, ლაზერმა მოკლა F6. მოვიდა მხედარი F3-ს. მხედარი D7-ს მოვედი, რაც ასევე კომპიუტერის სვლა არის, მოვიდე D1-ს, რაც არ არის მაინც და მაინც კარგი სვლა, მოვყალე მხედარი C5. მოკლედ D5 მოვედი Q6 ტემპით გამოვიყვანე Q და ვემუქრე E3-ს. ნუ D4 ყველაზე სწორი ვარიანტია. მოვედი A5-ს. A5 არ არის კომპიუტერის ტოპ გადაწყვეტილება, მესამე სვლა წერია, თუმცა არც ცუდი სვლა არ არის დიდად, ნუ ცოტა მაკარგინოს უპირატესობას, უკეთეს იქნებოდა Q5-ს მოსულიყავი, როგორც კომპიუტერი წერს, ან აქ მომეკლა და მე Q5. და ნუ უკეთეს პოზიცია მაქვს რა. განუვითარებელია ფიგურები, მეფე ჯერ კიდე ცენტრში არის და მიუხედავად იმისა, რომ პაიკი მყავს ამ მომენტში ნაკლები, ეგ არაფერს არ ცვლის. მაგრამ მოვედი A5-ს, რომ ეს წნეხი შემინარჩუნები აქ C3 მხედარი დაბმულია, მოვიდა Q4-ს, რაც საეჭვო სვლა წერს კომპიუტერმა, რეალურად ცუდი სვლაც არის. Q4-ის გამო, მე Q4 არ მითამაშია. მე ვითამაშე B5, რაც ასევე არ არის კარგი სვლა. თუმცა რაღაც გართულებებზე მინდოდა წასვლა და იმედი მქონდა რომ Q5-ს მოკლავდა და A2-ზე მოკლავდი. ეს იყო ჩემი გათვლა და ნუ როქზე Q3-ს მოვიდოდი, ლაზერს გაწევდა და ნუ თანაბარი პოზიცია, სადაც ვფიქრობდი რომ უპირატესობა მექნებოდა. თუმცა B5-ზე მოკლა Q6. ხარად შეეხება B5-მდე, Q4-რა და მოყვა უკეთეს სვლა. Q4-ს ეკუთვნება E3 C4 და აქ ლაზერი A6 იყო ასეთი სვლა, რომელიც არც კი გამიფიქრებია, როდესაც ამ ვარიანტს ვითვლიდი. ლაზერი A6-ის მერე ლაზერი კარგად გადადის, ანუ ეს იმიტომ არის კარგი სვლა, თან E3-ს ემუქრება. თან როქს უშლის ხელს თეთრებს. რაც ახლა შავისთვის მთავარი ხელჩასაჭირია, რომ თეთრმა როქი არ გააკეთოს. ამის მე იქნებოდა ალბათ D4 და აქ D8-ზე შავებს აქვთ, ნუ ობიექტურად უკეთესი პოზიცია. მე თეთრი მეფე რჩება ცენტრში. -0.8 წერს კომპიუტერი, ნუ რაც არის უპირატესობა. არა გადამწყვეტი და ძალიან დიდი, თუმცა მაინც ისეთი რომ დაფაზე როცა გიდგას მსგავსი პოზიცია, თავს ასე ამოგვგზნო. თუმცა ასე არ მოხდა პარტიაში, მივედი B5-ს, მოკლა E6-ზე, ნუ ხედრით უნდა მომეკლა. ეს ქონა დათვლილი. წავიდე D1-ს. აი, ზუსტად D5-ის მეშინოდა, D5-ის მერე უბრალოდ C8-ზე, C-ხაზე უნდა გამეძლიერებინა დაწოლა, არ ქონა სხვა იდეა. არ ვიცოდი რა უნდა მეთამაშო, მაგრამ წავიდე D1-ზე, რაც არის, კონტროლ სწორი გადაწყვეტილება, მოვედი C8-ს, მოვიდა მხედარი D4-ს. ნუ აქ დაახლოებით 2 წუთი ვიფიქრე. 10 წუთიანებს თამაშობ შეგახსენე. აქ დაახლოებით 2 წუთი ვიფიქრე და თვლიდი მხედარი D4-ს, Q3-ს, C5-ით, B5 პაიკის დაცვას, მაგრამ საბოლოო ჯამში გადავწყვიტე მოსულიყავ D8-ს და ეს D-ს ჩამერთვა ასეთ ვისე საქმეში. აქ თვლიდი მხედარი B5-ის ვარიანტს, ოღონდ ეს წავიდა E2-ზე. მე თვლიდი მხედარი B5-ს, რაც ცუდი იყო თეთრებისთვის, რადგან ლაზერი G5 მქონდა.
სვლა და აქაც კიდია მხედარი და აქ შეური ბაიგი კიდია და საკმაოდ რთულ მდგომარეობაში არიან თეთრები. თუმცა მხედარი B5 არ მოკლა, არ ვიცი დაინახა თუ რა ლაზერით შეხვით, წავიდა მხედარი E2-ს. აქ მოკალი D1-ზე, მოკლა ლაზერით. წავედი A4-ს, რაც კომპიუტერს არ მოსწონს და ალბათ არც არის სწორი, რადგან კომპიუტერს არ მოსწონს, მაგრამ იდეა მქონდა რომ შემდეგ A3-ს მისულიყავი და ისევ ამაზე ეწოლა გამეძლიერებინა. კომპიუტერზე უბრალოდ Q3 თუმცა Q3-ზე უკეთე, აი არ მინდოდა ამ კურსს დათმობა და ასეთ პოზიციაში გადასვლა. რა საყაიმო პოზიცია და მე მოგებაზე თამაშობდი, მინდოდა რომ მომეღო ეს პოზიცია. მივედი A4-ს. მოვიდა A3-ს, რაც ასევე არ არის მაინც და მაინც კარგი სვლა და აქ გადავწყვიტე შემეწირა. მივიღე პრაქტიკული გადაწყვეტილება და სწორი გადაწყვეტილება მოწინააღმდეგიდან, მდგომარეობიდან, სიტუაციიდან გამომდინარე და სწორედ ამის გამო გადავწყვიტე რომ უცებ ჩამეწერა პარტიაზე ვიდეო მოკალი Q3. თუმცა Q3-ზე თურმე უკეთესი იქნებოდა ეტლ-C3-ის მოკლა. თუმცა Q3-ზე აი ვერც კი წარმოვიდგენდი ახლა არც კი დამიშვია რომ B-ას არ მოკლავდა და რამე სხვა შეიძლება ეთამაშა, თუმცა ქონია ლაზერი D7 სვლა, როგორც მე კომპიუტერით ვნახე, რაც არის საკმაოდ არასასიამოვნო სვლა. მაგალითად ეტლ-D8-ს წერს კომპიუტერი, ეტლ-D8-ზე B5-ს ეკუთვნება. უნდა გამოვწიო, მე A4-ს ეწოდება. თუ ეტლ-C5-ს მივალ, სკავსი რაღაცა არის. და აქ დაახლოებით იგივე ვარიანტები, ოღონდ ცოტა უკეთესი ლაზერი ყავს ამას პირდაპირ B5-ის მოკლაც შეუძლია, ანუ რაც უფრო საყაიმო არის მე. ლაზერი უკეთესი ყავს. მასთან შედარებით, რაც ლაზერს აკავდა. მოკალი A3-ზე თანაბრად აფასებს ამას კომპიუტერი, თუმცა იმედი მქონდა, რომ ეს ორი გამოსვლება იგი რაღაც თავის სიტყვას იტყოდა და ლაზერი C2 არ არის მაინც და მაინც ზუსტი სვლა. თქვა კიდევაც აბაიკება თავის სიტყვა, წავედი B4-ს, მოვიდე D1-ს, სწორი სვლა, B3 აქ მოვიდა ლაზერი C3-ს, რაც არის უკვე ცუდი სვლა. ჩემი სვლაც არ მოსწონს კომპიუტერს ლაზერი A2 ქიში. თუმცა მინდა რომ წავიდე ეს ბაიკები და აშკარად ეტყობა რომ შეცდომებს უშვებს და ვერ აფასებს ამ პოზიციას სათანადოდ. მოვიდა ეტლ-D2-ს, მივედი ლაზერი B1-ს, რაც სწორი სვლა არის და მოვიდა ლაზერი C8 ქიში, რაც საერთოდ ვერ გავიგე რას ემსახურებოდა. ეს იყო რეალურად ორი კითხვის ნიშანი იქ ხედავთ, ბლანდერია და წამგებიანი სვლა არის. პირდაპირ მე P7-ს მოვედი. მოვიდა ლაზერი C3-ს, რაც ასევე ცუდი სვლა არის. მივედი A3-ს, აქ უკვე ამ ბაიკებში შეიძლება არის წარმოუდგენელი. მოვიდა ეტლ-D1-ს, მივედი A2-ს. აქ რაც არ უნდა ითამაშოს, თუ მოკლავს პირდაპირ გავდივარ და დამთავრებულია თამაში, თუ არაფერს არ იზამს. მე მივდივარ B2-ს და უკვე A1-ს ვეღარ აჩერებს. შემიძლია აქ მოკლა, ძალიან ბევრი რამე შემიძლია. ნუ აქ იფიქრე ერთი ნახევარი წუთი და ლაზერი A1 ჩავიდა, რასაც უკვე აზრი არ ქონდა. მოკალი ლაზერი A1 და აქ დავნებდა ეტლ-A1-ის მერე B2 იყო და გადიოდა ბაიკი ლაზერში. არ იყო ეს თვალ გამორჩეული პარტია სილამაზით. კომპიუტერმა მაინც დამიწერა 94% მქონდა სიზუსტე, რაც არ არის მაინც და მაინც ცუდი. უბრალოდ იმიტომ გადავწყვეტე ამ პარტიაზე ვიდეოს ჩაწერა, რომ აი რაღაც პრაქტიკული გადაწყვეტილება მივიღე აი ამ პოზიციაში. მიუხედავად იმისა, რომ Q3 არ აღმოჩნდა თლაც სწორი სვლა ლაზერი D7-ის გამო, აქ ლაზერი D7-ია ძალიან რთული საყოვნელი. თუმცა ასეთი მეტოქისთვის რა. კომპიუტერი რო ვაფიქრო, შეიძლება ლაზერი D7 არც ისე ცუდი იყოს შავებისთვის, მაგრამ პირველი სვლა თეთრებისთვის მაინც არის ლაზერი D7. და აქ ასეთ გადაწყვეტილება მივიღე და ვიბრძოლე. აქ ინიციატივა უფრო მე მაქვს ყველაფრიდან გამომდინარე, რადგან ორი გამოსვლება იგი მყავს და აქ მიუხედავად იმისა, რომ ჩემი მხედარი შეტევაში თითქოს არაფერს არ აკეთებს, ვერც F4-ზე მიდის, ვერც D4-ზე, ძალიან კარგი მცველი არის ფაქტიურად, აი იდეალური მცველია D-ხაზზე არ უშვებს ეტლს ბოლო აი D8-ზე არ უშვებს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. D7-ზე შემოსული ეტლი დიდად ვერაფერს გააკეთებს, მაგრამ D8-ზე რო არ უშვებს, ეგ ძალიან მნიშვნელოვანია. პირდაპირ შამათისგან იწევს და ეს ხედარი რეალურად ძალიან მნიშვნელოვანი ფიგურაა, მიუხედავად იმისა, რომ ისე მოვიდა ეს პარტია, რომ ბოლოში საერთოდ არაფერი გაუკეთებია. რეალურად ძალიან ბევრი გააკეთა. მოკლედ ასეთი ვიდეოთი დავბრუნდი.
ელოდეთ ჩემს მორიგ ვიდეოს და დალაიქეთ ვიდეოები და დაწერეთ კომენტარები. ამ ყველაფერს თავში უნდა ვამბობდე, მაგრამ არა უშავს, ვინც ბოლომდე შეხედავთ, თქვენს გაითვალისწინეთ. მადლობა აბა. მედია ექნება ამ ვიდეოს ნახვებით, დაინტერესდებით და მომავალ შეხვედრამდე.